Deputat Vano Xuxunaishvils მშობლიურ თერჯოლაში დაკრძალავენ გარდაცვლილის ოჯახს დღეს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატის დამსახურებებზე ისაუბრა. დღეს ცნობილი ხდება, რომ გარდაცვალების შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა Xuxunaishvils უმაღლესი ჯილდო კომანდორსკის ჯვრის ორდენი მიანიჭა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე 2 დღის წინ 47 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი, ერთ-ერთი უხუცესი კანონმდებელი და ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ეროვნულ დემოკრატიულ პრინციპებს იცავდა. ვანო ხუხუნაიშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა 80-იანი წლების ბოლოს სწორედ EDP-დან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის პირობებში იატაკქვეშეთში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ავრცელებდა ანტისაბჭოთა ლიტერატურასა და პროკლამაციებს. 1993 წელს მონაწილეობას იღებდა გიორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. 1999 წელს სხვა ლიდერებთან ერთად საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თუ კი საქართველოში რაიმე მოხდა 80-იან წლებში და შემდგომ მნიშვნელოვანი მოვლენა, იქ აუცილებლად იყო ვანო, ან ორგანიზატორი, ან უბრალოდ აქტიური მონაწილე, თქვათ იგივე 9 აპრილს გავიხსენებ და დაიჭირეს კიდევაც ვანოს უნდა შესულიყო რაღაც ცალკე საკანში და ეს საკანი იყო ძალიან პატარა. არ ვიცი რაღაც ტერმინიც კი აქვს იმ საკანს და ვერ შეეტია ვანო და მე ხშირად ხუმრობდით ამაზე ვიგონებდი და გვეცინებოდა რომ აი ვანო ვერ შეეტია რაღაც საბჭოთა საკანში. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ვანო ხუხუნაიშვილის სახელს უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებისა და განვითარების ინიციატივები. მისი დამსახურებით საქართველო ევროპულ ქარტიასაც შეუერთდა. მეგობრებს მოსაყოლი ბევრი აქვთ. ხუხუნაიშვილმა და ლევან შენგელიამ ისა ბავშვობიდან პოლიტიკამდე ერთად განვლეს. ვინც ვანოს იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ ამკაც ჰქონდა რაღაც უზარმაზარი რაღაცნაირი ხიბლი. ერთხელაც რო გენახა, უკვე საოცარ სიტყვას ტოვებდა. გარდაცვალების შემდეგ ვანო ხუხუნაიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის უმაღლესი ჯილდო კომანდორსკის ჯვრის ორდენი ერების დაახლოებისთვის მიიღო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელიც მე შემხვედრია ცხოვრებაში. მე და ვანო ყოფილვართ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში, მათ შორის ძალიან მწვავე დაპირისპირებულებში, როცა ის იყო პარლამენტის უმცირესობის ერთ-ერთი აქტიური წევრი და მე პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. მაგრამ მე არ მახსოვს, რომ მას ან შეურაცხყოფა მიეყენებია რომელიმე პოლიტიკური ოპონენტისთვის, ან როდესმე დაეთმო თავის პრინციპული პოზიცია რაღაცა კოლექტიური მოსაზრებებით. პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მიენიჭოს ბატონ ხუხუნაიშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო კომანდორსკის ჯვრის ორდენი სიკვდილის შემდეგ. ვანო ხუხუნაიშვილი თბილისიდან მშობლიურ თერჯოლაში გადაასვენეს. ქალაქში, სადაც 1963 წელს დაიბადა და როგორც თვითონ ამბობდა, ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა.